მოგესალმებით მეგობრებო, ყველას ჩვენ დღეს ვაგრძელებთ სალმონების კითხვას ბასილი დიდის გამარტებით და ეს არის სალმონი 55 და ჩვენ ვიწყებთ პირველი მუხლიდან. მიწყალე მე ღმერთო, რამე თუ დამდრგუნა მე კაცმან, მარადღე ბრძოლითა მაჭირვე მე. ბასილი დიდის გამარტებით მეგობრებო, დავითი ღმერთს თავის გაჭირვებაში, ესე იგი მიმართავს, რადგან მტრები მუდამ ავიწროებენ და ეს ლოცვა ღვთის წყალობის, ესე იგი არის მისაღებად, ხო? ეს ლოცვა ღვთის წყალობის მისაღებად. ხო, აქ დავამატე მე ახლა ივანე ოქროპირის გამარტებაც, უფრო ესე იგი ესე ვთქვათ, საინტერესო იქნება და მოვისმენთ ამ შემთხვევაში ორი წმინდა მამის გამარტებას. ნახეთ ივანე ოქროპირი ამბობს, რომ აქ ჩანს, რომ ღვთისადმი მინდობა ერთადერთი გამოსავალია ესე გაჭირვებისას, ხო და ჩვენც რა თქმა უნდა გაჭირვების დროს, განსასწრების დროს და ასე ვთქვათ, რამე პრობლემა თუ გვექნება, უნდა ყოველთვის მიმართოთ ღმერთს, იმიტომ რომ ზუსტად მაგ დროში ჩვენ ასე ვთქვათ გამოვიცდებით და ესე ვთქვათ გამოცდა არის და ჩვენ მიმართავთ რაღაც სხვა საშუალებებს, იქ ალკოჰოლს და რაღაც კიდე სხვა ახლა არ მინდა დავასახელო. თუ დავრჩებით, ესე იგი, ზუსტად მან ესე იგი ჩანს, როგორი ჩვენ ერთგული ვარ და მან ჩანს ზუსტად ჩვენი რწმენა, მიმართავთ უფალს თუ არა. ჩვენ ვადიდოთ უფალი, მეგობრებო, როგორც წმინდა მამები, ესე იგი გვეუბნებიან, რომ ცუდად ხარ, თქვი დიდება შენ და უფალო. კარგად ხარ, თქვი დიდება შენ და უფალო. შემდეგი მეორე მუხლი. დამდრგუნეს მე მტერთა ჩემთა, მარადღე რამე თუ მრავალ არიან რომანი უკაცრავად მბძვანან მე მაღლით. ესე იგი ბასილი დიდის თქმის მტრების სიმრავლე ხაზს უსვავს, რომ რამდენად ესე იგი დიდია საფრთხე, მაგრამ ღმერთი ყოველთვის უფრო ძლიერია. ივანე ოქროპირი ამბობს, რომ მტრედი მაღლიდან თავს ესხმიან, მაგრამ ღმერთის ძალა მასზე მაღლად გადის. შემდეგი მესამე მუხლი. დღისი არა მეშინოდეს მე, რამე თუ მე შენ გესავ. ღვთისადმი ნდობა ადამიანის შიშისაგან ათავისუფლებს. ივანე ოქროპირი ამბობს, რომ ნდობა ღვთისადმის ყველას შიშს ანეიტრალებს. და ასევე ჩვენც როდესაც რაღაც ესე იგი შიშები გვაქვს, ზოგი ასე არის ხოლმე, აი ესე იგი რომ მეცმა ხოლმე, აი ესე იგი ღამე და რაღაც ფიქრებში რაღაცა შეხარ ისე შეხვალ, ესე იგი საათი 2 და 3 საათი ისე გავა ხოლმე, რომ ესე იგი აზე ვერ მომდივარ და რა თქმა უნდა ეს ბევრ ადამიანს აწუხებს და ანუ აქ ჩვენ ეს შიშები, რაღაც ფოთები, რაღაც ეს იმპულსიური აზრები, ხო რაღაც ეს ანუ გვაქვს ჩვენ უდიდესი ძალა, მასე არ აქვს ნამდვილად ამ ლოცვას, ყველას მოკლე ლოცვა, უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე, აი მეგობრებო, იმეორეთ ესა ყოველ ესე გულში, გულით, ყურადღებით და აი ესე იგი ნახავთ თვითონაც შემდეგ როგორი ცვლილება მოხდება. ხო, შემდეგ ეხლა ცოტა გადავხვიეთ, მაგრამ ეს ყველაზე მთავარია. კარგი, შემდეგ მეოთხე მუხლი. ღმრთისა მიერ ვაქმნე სიტყვანი ჩემნი, ღმერთსა ვესავ, არა შემეშინოს, რა იმიყოს მე ხორციელმან. აი ნახეთ, ღმერთის ნებით ნათქვამი სიტყვები ძლიერია, რადგან ღმერთზეა დამყარებული. ივანე ოქროპირი ამბობს, რომ ადამიანის ძალა უმნიშვნელოა ღვთის ნებასთან შედარებით, ხო? გასაგებია. მარადღე სიტყვანი ჩემნი მოიძაგნეს, ჩემთვის იყვნეს ყოველნი ზრახვანი, მათნი ბოროტებით. ესე იგი მტრები ცდილობენ, რომ სიტყვების ესე იგი გამრუდებას, მაგრამ ღმერთი ხედავს მათ ბოროტ ზრახვებს. შემდეგი მწիր იქმნენ და დაეფარნენ, რამე თუ იგინი ბრჭალსა ჩემსა უმზირდეს, ვითარცა უმზირდეს სულსა ჩემსა. ამისთვის არარაითა დაცნა იგინი და რისხვით ერნი
მოსრნე. ბასილი დიდი გამარტავს, რომ ღმერთი თავისი სამართლიანი რისხვით გაანადგურებს ბოროტებას. ხო, შემდეგი უფრო მრავალფეროვანი და კიდე მესამე ამას დავამატებ და სხვა ესე იგი გამარტებებიც გვექნება და ამიტომ იქნება ძალიან საინტერესო, ასევე მინდა გითხრათ და ესე იგი რომ აუცილებლად იკითხეთ ფსალმუნები, არ დაიზაროთ მეგობრებო, ყოველ დილით, ან საღამოს, ან შუადღეს, სამსახურში, რა ვიცი. ანუ ერთი თავი დიდება წაიკითხეთ ყოველთვის. უდიდესი მადლია და გაყვება მთელი დღე. შემდეგი მეშვიდე მუხლი. ამისთვის არა რაითა დაცნე იგინი და რისხვით ერნი მოსრნე. ღმერთო, ცხოვრებაი ჩემი, შენ გითხრა, დასხენს რემნი, ჩემნი შენ წინაშე ვითარცა აღმითქუმე. ბასილი დიდი ამბობს, რომ ღმერთი ხედავს ჩვენს ტანჯვას და ინახავს ჩვენს ცრემლებს, ხო? ღმერთი მეგობრებო არასოდეს უგულებელ ყოფს მორწმუნეს ტკივილს. მეცხრე მუხლი. მიიქცე მტერნი უკაცრავად მიიქცე მტერნი ჩემნი მართლუკუნ, რომელსაც დღესა გხადოდი შენ. აჰა, ესე რა, მიცნობი ეს მე, რამე თუ ღმერთი ჩემი ხარი შენ. ესე იგი ღმერთი მტრებს უკან დაახევინებს, რადგან ის არის ჩვენი ფარველი, ხო? და ეს ბასილი დიდი ამბობს და იანო ოქროპირი ამბობს, რომ გამარტავს, რომ ლოცვა ღმერთთან ახლობის ნიშანია, რაც გვარწმუნებს მის ფარველობაში. ღმრთისა მიმართ ვაქნე სიტყვანი ჩემნი და უფლისა მიმართ ვაქნე თქმულნი ჩემნი. ბასილი დიდი გამარტავს მეგობრებო, რომ ღმერთისადმი ქება ჩვენი რწმენის გამოხატულებაა, ხო? ასევე იოანე ოქროპირი გამარტავს, რომ ღვთისადმი მადლიერება ძლიერი იარაღია მტრების წინააღმდეგ. შემდეგ მე-11 მუხლი. ღმერთსა ვესავ, არა შემეშინოს, რა იმიყოს მე კაცმან. ესე იგი ღმერთის დობა ადამიანურ შირს, ესე იგი სრულიად აკრობს, რა თქმა უნდა, ადამიანის ძალა არაფერია, კიდევ ერთხელ, ესე იგი ღვთის ძალასთან შედარებით, რა თქმა უნდა. შეიწირე აღნათქვამი ჩემი ღმერთო, რომელ მიქცე შენ ქებისაი. ბასილი დიდი გამარტავს, რომ ესე იგი დავითი აღთმის შესრულებით გამოხატავს ღვთისადმი ერთგულებას, ხო? და იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ღვთისადმი მადლიერება ლოცვითა და ქებით გამოიხატება. და ბოლო მე-13 მუხლია ეს მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ეს არის ფსალმუნი 55 და ბოლო მე-13 მუხლი ჩვენ ვკითხულობთ. რამე თუ იხსენ სული ჩემი სიკვდილისაგან, თვალნი ჩემნი ცრემთაგან და ფერხნი ჩემნი ბრკოლისაგან, სათნო ვეყომე წინაშე უფლისა ნათელსა შინაცხოველთასა. ესე იგი ბასილი დიდი ნახეთ, ღმერთი გვიხსნის საფრთხესაგან, რათა მის წინაშე ღირსეულად ვიცხოვროთ. ხოლო იოანე ოქროპირი ამბობს, ღვთის მფარველობა, ესე იგი ღვთის მფარველობა გვაძლევს საშუალებას ვიაროთ მის ნათელში. შეგიწიროთ და ახოცოს ღმერთმა დაწვას ჩვენი ცოდვები და ფსალმუნების დიდესი ძალა მეგობრებო და აუცილებლად არ დაგეზაროთ, წაიკითხეთ და ვისაც არ აქვს საერთოდ ესე იგი წაკითხული, დაიწყეთ კითხვა და გამარტებები აქ არის, გნებავ თქვენ ესე იგი იყიდეთ მაღაზიაში გამარტებები და როდესაც წაიკითხოთ, თან ესე იგი გაყოლეთ ტექსტ თვალი და ესე გაიგებთ ესე იგი გამარტებებს. გაიხარეთ, მადლობა და ღვთის შეწევნით შემდეგ გავაგრძელებთ შემდეგ ფსალმოს. გაიხარეთ.